მე მაქვს ამგვარი კითხვა. თანახმა ხართ თუ არა, რომ აფხაზეთი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ზრდასრული მოქალაქეების ამომრჩევლების 100% დამოუკიდებლად იმისა, ვინ ვისი ამომრჩეველია ქართული ოცნებისა, ნაციონალური მოძრაობის, რომელიმე სხვა პარტიის, ასე მაგალითად ძლიერი საქართველოს, კახარიას პარტიის, გირჩი მეტი თავისუფლების, გირჩის, არ ვიცი, დროასი, ახალის, სხვების ლეიბორისტების, ასე მაგალითად 100% საქართველოს მოქალაქეებისა იტყვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ასდიდებით არ ვართ თანახმა იმაზე, რომ აფხაზეთი, ასე მაგალითად აფხაზეთი ან ცხინვალის რეგიონი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და არც ერთი ჩვენგანი არ მოვაწერს ამაზე ხელს. კარგია ეს და სწორი მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა. მეორე კითხვაც მაქვს. თანახმა ხართ თუ არა, ან თანახმა იქნებით თუ არა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოები, იმ შემთხვევაში თუ მთელი მსოფლიო დემოკრატიული ან მთელი მსოფლიო დემოკრატიული და არადემოკრატიული სახელმწიფოები, უკლებლივ ყველა 200-მდე სახელმწიფო აღიარებენ ამ ჩვენს ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. მიუხედავად იმისა, რომ რა გაეწყობა და ეს 1000-ად გაართულებს ჩვენს ვითარებას და ჩვენს მდგომარეობას, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, ლეიბორისტების, გირჩი მეტი თავისუფლების, გირჩის, დროას, ახალის, ძლიერი საქართველოს, კახარიას პარტიის და სხვა პარტიებისაც, მოკლედ ყველა, უკლებლივ ყველა თითოეული ჩვენგანი ვიტყვით შემდეგს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო, მათ შორის შეერთებული შტატებიც აღიარებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ან მაგალითად რუსეთის შემადგენელ ნაწილებად, ამის მიუხედავად ჩვენ კი გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ ასდიდებით, არ ვცნობთ, არ ვაღიარებთ, არ ვცნობთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა 90-იან წლებში წაგვართვა ორივე რეგიონი, 2008 წელს კიდევ დამატებით წაგვართვა ამ ორი რეგიონის ის ნაწილები, რომლებიც წართმეული არ ქონდა და კიდევ დამატებით სხვა ტერიტორიებზე ჩემოვიდა და ახალი საზღვრები გაავლო, საოკუპაციო ხაზები უფრო ზუსტი რომ იყო. სწორი და მართებული მიდგომაა ეს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არასოდეს არ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და არც უნდა შევეგუოთ იმას, რომ ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა ამ ჩვენი ტერიტორიების. ვინაიდან და რადგანაც ამაზე ვთანხმდებით ჩვენს ტერიტორიებთან მიმართებაში, ახლა უნდა დავსვა საკვანძო კითხვა. ოღონდ ვიდრე საკვანძო კითხვას დავსვამდე, მანამდე უნდა გიამბოთ ერთი ამბავი. შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საოცრებაა და მართლაც საოცრებაა ეს. აი მერვე საოცრება, მეთქი მსოფლიოსი, ასეც შემიძლია ვთქვა. ძალიან მკვეთრად ასხვაფერებენ, გარდაქმნიან შეერთებულ შტატებს როგორც სუპერ სახელმწიფოს, როგორც ზემძლავ სახელმწიფოს. როგორც საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ ანაკლება და ისე საგარეო მიდგომებსა და პოლიტიკაში. და აი ამ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა 17 ապრილს პარიზში პრეზიდენტ ზელენსკის წარმომადგენლებს დაუდეს ფურცელი. ასე უნდა ასე მარტივად უნდა გიამბოთ, რაც მოხდა 17 აპრილს და რაც მოხდა დღეს და რაც ხდება ეს ბოლო პერიოდი. დაუდეს ფურცელი და ამ ფურცელზე არის დაწერილი შემდეგი წინადადება, რომ უკრაინა უნდა მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებული სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებას ითვალისწინებს.
ამ დოკუმენტში ერთგვერდიანში არის ძალიან ბევრი მუხლი. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეა საუბარი. არის საუბარი იმაზე, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ უნდა გახდეს. არის საუბარი სამშვიდობო ჯარზე, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს ევროპელებისაგან. ევროპელებმა უნდა დააკომპლექტონ სამშვიდობო ჯარი, თუმცა რუსეთი ამას რატომ მიიღებს, ღმერთმა უწყის და რასაკვირველია არ მიიღებს. უამრავი სხვა მუხლიც არის. უსაფრთხოებაზეა საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მძიმე მუხლი ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით არის მუხლი იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები თურმე აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის შემადგენელ ნაწილად. და ხო ისაუცრებავ, მართლა საოცრებავ, სთხოვენ უკრაინას, რომ ამაზე იყოს ყაბულ. ანუ ამას დათანხმდეს ყველაფერს. ისე ჩვენ შედარჩეს, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ვაშინგტონი აპირებს ყირიმის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ კი არა, რუსეთის შემადგენელ ნაწილად აღიარებას, უკრაინა რატო უნდა დათანხმდეს, ან რომს დათანხმდეს, ან არ დათანხმდეს, რა უკრაინის საქმეა საბოლოო ჯამში. შიდა გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატებისა, უბრალოდ სუვერენული გადაწყვეტილებაა და უკრაინის ნებართვა ხომ არ სჭირდება ვაშინგტონს, კიევის ნებართვა ხომ არ სჭირდება ვაშინგტონს, ზელენსკის ნებართვა ხომ არ სჭირდება პრეზიდენტ ტრამპს იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და მე გეტყვით, არა მარტო არასამართლიანი, ან არასამართლებრივი, არამედ ანტიამერიკული გადაწყვეტილება მიიღოს. დიახ, ამერიკის დამფუძნებელი მამები და არა მხოლოდ დამფუძნებელი მამები, ასე რომ იტყვიან საფლავში ბრუნავენ იმის გამო, რა გადაწყვეტილებასაც ამწიფებს, ან რა გადაწყვეტილებამდეც მიდის, როგორც ჩანს პრეზიდენტი ტრამპი. რომელსაც სხვათა შორის სხვა რამეც აქვს ნათქვამი და ამას ჩავიკითხავ რამდენიმე წუთში. მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ჩანს აპირებს ყირიმის დაკანონებას დე იურე რუსეთის ტერიტორიად აღიარებას. რა უნდა ქნას პრეზიდენტმა ზელენსკიმ? ამ შემთხვევაში ჩემი კითხვის ადრესატები არიან ქართული ოცნების ის ამომრჩევლები, რომლებიც დღენიადად აგინებენ, ლანძღავენ, აკრიტიკებენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომლებიც ქართული ოცნების პროპაგანდას აყოლილები არიან და რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაუშვა შეცდომა, როცა შეხვდა რუსეთს ამ ომში, ან დაუწყო რუსეთს ეს ომი, ან არ დახაბულდა რუსეთს იმ მოთხოვნებზე, რომლებიც რუსეთს ჰქონდა, პუტინს ჰქონდა 2021 წლის მიწურულს, 2022 წლის დასაწყისში და ასე შემდეგ. რა უნდა ქნას პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მთლიანად უკრაინის ხელისუფლება მანაც უნდა აღიაროს ყირიმის ნახევარკუნძული და კიდევ 4 რეგიონი, მაგრამ ყირიმის ნახევარკუნძულზე ვსაუბრობ ახლა რუსეთის შემადგენელ ნაწილად. თუ იმას მიპასუხებენ ქართული ოცნების პატივცემული ამომრჩევლები, რომ ასე უნდა გააკეთოსო, ისევ დაუბრუნდები პირველ კითხვას, დასმულს ამ 8 ნახევარი წუთის წინ და მე მინდა ისევ ვიკითხო. მთელი მსოფლიო რომ გაერთიანდეს ჩვენს წინააღმდეგ და მოგთხოვონ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა. ჩვენ ხომ მაინც არ უნდა ვცნოთ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებიდან დაწყებული ბოლო სახელმწიფომდე თუ ასეთი დეფინიცია არსებობს საერთოდ და ასეთი განსაზღვრება ბოლო სახელმწიფოთი დამთავრებული, უკლებლივ ყველა იქნება ჩვენს წინააღმდეგ და თუ ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არასოდეს და არასდიდებით, მაშინ რა უფლებით ვთხოვთ, ან მოვითხოვთ ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკისაგან იმას, რასაც ჩვენ არ გავაკეთებდით და არ გავაკეთებთ და მართებულადაც მოიქცევით აფხაზეთთან მიმართებაში. მეორე მხრივ, პრეზიდენტი ტრამპი ავრცელებს ფრიად უცნაურ განცხადებას ჩემი ხმარწმენით, რომელიც ადრესატიც ჩვენს კონტექსტში ხარაზეს ვლაპარაკობ და როგორც ვლაპარაკობ, სწორედ ქართული ოცნების ამომრჩეველია. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს შემდეგ რამეს. ზელენსკის არავინ სთხოვს აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად. კი, მაგრამ თუ არავინ სთხოვს, კვლავ ვიმეორებ ამ კითხვას, თუ არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაშინ რა საჭირო იყო პარიზში
ამ დოკუმენტის ამ ერთგვერდიანი დოკუმენტის დადება თუ ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს აღიაროს ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად ისე რომ არც ეკითხება ზელენსკის მთავრობას მაშინ რატომ აცნობენ ამ პირობებს და რატომ ითხოვენ პირდაპირ თუ ირიბად ზელენსკისაგან ამაზე დათანხმებას მაგრამ ამ განცხადების არის განცხადების დასაწყისი და გრძელდება გაცილებით საინტერესოდ მაგრამ თუ მას ყირიმი სურს ამბობს პრეზიდენტი ტრამპი რატომ არ იბრძოდნენ მისთვის უკრაინელები 11 წლის წინ ანუ 2014 წელს როდესაც ის რუსეთს გადასცეს ისე რომ ტყვიაც არ გავარდილაყოფს და აგზელებს ეს რეგიონი ამავდროულად მრავალი წლის განმავლობა არ გავარდილა ეს რეგიონი ამავდროულად მრავალი წლის განმავლობაში ობამას მიერ გადაცემამდე რუსეთის წყალქვეშა ნავების მთავარი ბაზების ადგილიც იყო ეხა ეს როგორ დაკანონდა სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამაზე ვილაპარაკოთ თუ გდებათ მაგრამ არ არის ეხლა პრინციპულად მნიშვნელოვანი 2014 წელზე გავამახვილოთ ყურადღება პირველ ყოვლისა რა საკვირველია 2014 წელს ყველა ვიცისეს და ტრამპმაც უნდა იცოდეს 2014 წელს პრეზიდენტი ზელენსკი სულაც არ იყო უკრაინის ლიდერი იმ ხანად უკრაინის ლიდერი იყო პეტრო პოროშენკო ახალგამხდარი ლიდერი იყო პეტრო პოროშენკო, როდესაც რუსეთმა ღირსების რევოლუციის შემდეგ დაგეგმა ეს საშინელი პროვოკაცია და აქტი უკრაინის სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. ღირსების რევოლუცია თებერვალში დასრულდა და ამის შედეგად რუსეთმა, რომელიც დამარცხდა ამ რევოლუციის დროს, დაიწყო რევანშზე ფიქრი და მარტში უკვე დაიპყრო, შევიდა, ისედაც იყო, მაგრამ დაიპყრო ყირიმი და მიისაკუთრა ყირიმი. მაგრამ უნდა გავახსენოთ, ალბათ ტრამპს როგორ გავახსენოთ, თუმცა კარგი იქნებოდა. უნდა გავახსენოთ ტრამპის მომხრეებს ან რუსეთის მომხრეებს, ან ვისაც გნებავთ, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, რა მნიშვნელობა აქვს რა ბურკინა ფასოს მომხრეებს, უნდა გავახსენოთ, რომ 2014 წელს ტყვია არ გავარდილა ყირიმში, იმიტომაც რომ უკრაინას ამის ძალა არ შესწევდა, მაგრამ მეორე იმიტომ არ გავარდილა, მე ჩაუწევ ამასობაში ზარს ამ ტელეფონზე, ზარის ხმას ჩაუწევ, იმიტომაც რომ სწორედ პრეზიდენტი ობამა და მთელი დასავლეთი მოითხოვდა იმ ჟამინდელი უკრაინის ხელისუფლებისაგან, რომ მათ არ დაეცვათ იარაღით უკრაინა და ყირიმი და არ შეპირისპირებოდნენ იმ ხანად რუსეთის ფედერაციას და ასეც მოიქცა მაშინდელი ხა სწორე მოიქცა თუ არა მოიქცა სწორედ ეს ცალკე თემაა კვლავ ვიმეორებ რომ ძალა არ შესწევდა მაშინდელ ხელისუფლებას უკრაინისა მაგრამ ასეც მოიქცა და სწორე მოიქცა თუ არა მოიქცა სწორე ეს ცალკე თემაა მაგრამ ფაქტია ეს არის რომ მოთხოვნა იყო დასავლეთის მხრიდან ტრამპი ამ მოთხოვნას რატომღაც ივიწყებს და ამბობს შემდეგ რამეს რომ რაღაცა არ იბრძოლეთ 2014 წელს ანუ 11 წლის წინ ყირიმისთვისო შესაბამისად თქვენ არ გდომებიათ ბატონო ჩემო და როგორ გაცხადებთ უკვე 2025 წელს ყირიმზე პრეტენზიას რაც ფუნდამენტურად არასწორი მიდგომა არის მაგრამ ახლა მე ტრამპის კრიტიკით ცხადი არა ვარ დაკავებული კვლავ ჩემი ადრესატები კვლავ არიან ქართული ოცნების მომხრეები რომლებმაც დაიჯერეს ეს ბოდვა იმის თაობაზე რომ ჩვენ ვინმე გვითრევდა ომში და ახლა ვკითხულობ სხვაგვარად და დავუბრუნდები იმ კითხვას მაშ თანახმა ხართ თუ არა რომ მთელი მსოფლიო თუ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საქართველომაც თბილისმაც აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცხადია ვიცი თქვენი პასუხი თქვენ არ ახართ თანახმა და მართებულადაც იქცევით მართებული პოზიციაა ეს საქართველოს შემადგენელი ნაწილია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შეიძლება მათ უნდა მივცეთ უკვე საომავლოდ უფართოვესი ავტონომია უფართოვესი უფლებები შეიძლება სხვაგვარადაც მოეწყოს ჩვენი ქვეყანა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რეგიონები უნდა იყოს ჩვენი ნაწილი, მადლობთ, გავიარეთ. მაგრამ ახლა ომის თემას დაუბრუნდებით. როდესაც ჩვენ გვართმევდნენ 2008 წელს დამატებით რუსები შემოვიდნენ 7 აგვისტოს შემოვიდნენ, 6 აგვისტოს შემოვიდნენ, 8 აგვისტოს შემოვიდნენ, თქვათ 12 აგვისტოს შემოვიდნენ და 2 საათი იყო.
ქართული ოცნების ხელისუფლება ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ წინააღმდეგობა არ უნდა გაგვეწია. ქართული ოცნების ხელისუფლება ამბობს, რომ გიორგი ანწუხელიძეს არ უნდა ანწუხელიძევა. ანუ არ უნდა ყოფილიყო ანწუხელიძე, არ უნდა ყოფილიყო გმირი, ის უნდა ყოფილიყო ახლა ცოცხალი, რაც სასაკვირველია, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იქნებოდა გმირი და უნდა ყოფილიყო სადმე ბოსტანში თუ ბაღში და მოეარა საკუთარი კარმი დამოსათვის. ასეთი გმირები გვჭირდება ჩვენო, თუმცა გმირი აკიკითხავთ ამ შემთხვევაში პატივისცემა ანწუხელიძეების ოჯახს და სულს გიორგი ანწუხელიძისა. ამ შემთხვევაში გიორგი ანწუხელიძე რასაკვირველია არ იქნებოდა თუ ის არ დაეცემოდა. სხვადასხვა ის გავიხსენოთ ისიც, რომ მას სთხოვეს, მისგან მოითხოვეს საქართველოს დროშაზე დაფურთხება და საქართველოს დროშაზე დაბიჯება და როგორც ჩანს თეაწულუკიანები და მამუკა მდინარაძეები და სხვები ამას იზამდნენ, ოღონდაც კი გადარჩენილიყვნენ. მაგრამ ახლა მკითხი რომ არ ამებნეს აზრი და სხვა მიმართულებით რო არ წავიდეს ჩემი მჭრელობა, ვიკითხავ. ჩვენ თუ წინააღმდეგობას არ გავუწევდით რუსეთს, ანუ არ ვიტყოდით, რომ ჩვენ გვინდა ცხინვალის რეგიონი, ჩვენია ცხინვალის რეგიონი და შენ შემოთრეულო რუსო, არავითარ შემთხვევაში არ აქვს არანაირი უფლება ჩვენი დაპყრობისა და ჩვენთვის ჩვენი ისტორიული მიწაწყლის წაგლეჯვისა. ნახეთ, უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა იტყოდა ამგვარადაც. შესაძლოა ეთქვა ამგვარადაც. და შესაძლოა ახლაც თქვას ამგვარადაც. თქვენ განა იბრძოლეთ 2008 წელს რო ყოფილიყო ბიზინა ივანიშვილი საქართველოს მმართველი de facto de jure და ასე შემდეგ. ის ხო არ იბრძოლებდა და შესაბამისად ჩვენ მივიღებდით უკვე ახლა ჩვენთან მიმართებაში სუსტად იმ ვითარებას, რა ვითარებას, სადაც იღებს ზელენსკის მთავრობა პეტრო პოროშენკოს მიერ დაშვებული შეცდომების გამო, იმის გამო რომ მან პეტრო პოროშენკომ დაუჯერა დასავლეთს, მათ შორის ტრამპის წინამორბედს ობამას, ანუ 2016 წლამდე ვინც იყო შეერთებული შტატების ლიდერი, ანუ ტრამპის პირველ კადენციამდე ვინც იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ერთი თოფიც კი არ გაისროლა ყირიმში რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. ხედავთ რა მდგომარეობაა. ახლა დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას. მაშ როდესაც ოკუპანტი შემოდის, ბატონო თეა, ბატონო მამუკა, ბატონო ირაკლი, თეა, მამუკა, ირაკლი, ბიზინა, სხვებს და სხვებს, ვოლსკის, სუბარს, ვიღაც ყველას მიმართავ. რუსი როცა შემოდის, ოკუპანტი როცა შემოდის, შენ წინააღმდეგობა უნდა გაუწიო, თუ არ უნდა გაუწიო. აი თუ არ უწევ წინააღმდეგობას, აღმოჩნდა რომ ისეთი არაორდინალური პრეზიდენტი, როგორიც არის პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც თქვენ ამბობთ, რომ ის არის მთავარი და მთავარი სიტყვის მთქმელი დღეს მსოფლიოში, თუმცა ამასაც ბოლო ხანებია აღარ ამბობთ, მაგრამ ამბობდით, აი პრეზიდენტი ტრამპი ესოდენ უსამართლოდ ამბობს უკრაინასთან მიმართებაში, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ყირიმი, იმიტომ რომ 2014 წელს მან თურმე არ იომა. შესაბამისად, ჩვენთან მიმართებაში ეს რომ არ თქვას, ან ეს რომ არ წასცდენოდა, ან წასცდეს, ესეც რომ არ წასცდეს ტრამპს ადრე თუ გვიან, გამოდის რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორი გააკეთა, როცა ხელი შეუბრუნა რუსეთს 2008 წელს, 7 აგვისტოს შემოსულს, გაცილებით მანამდე შემოსულს და რაც კი შეეძლო საქართველოს შეერაღებულ ძალებს წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთს. ახლა კიდევ ერთი კითხვა. ამასობაში თუ ეს ასეა და გამოდის რომ ასეა, საიდანაც არ უნდა მოუვაროთ ამ ქოთანს, გამოდის რომ ასეა. მას რისი კომისია გაქვთ შექმნილი? რას ეძიებთ და რას ეძიებით? რას იძიებთ და რას ეძიებით? რატომ ცდილობთ, რომ საქართველო იყოს დადანაშაულებული ომში, რომელიც მას ისედაც და ასედაც არ დაუწყია და რომელიც რომც დაეწყო ეს სიგიჟე, აღმოჩნდებოდა რომ არის საქართველო, იყო საქართველო მართალი, თუნდაც იმიტომ რომ ტრამპს ან ტრამპის მსგავს სხვა რომელიმე ლიდერს ოდესმე არ ეთქვა წამოეძახებინა ჩვენთვის, რომ თქვენ არიომეთ გენაცვალეთ და შესაბამისად ცხინვალის რეგიონი არ არის თქვენი, აფხაზეთი არ არის თქვენი, თქვენ უომრად დათმეთ ეს ტერიტორიები.
ტრამპი რომ ცდება, ამაზე არც ვლაპარაკობ, ტრამპი რომ ცდება და საკუთარ თავსვე რომ ეწინააღმდეგება, ამის დასტური არის ისიც რომ ეხლა ომობს უკრაინა. მაშინ 2014 წლის საგანგანცხოვები და დალოცულობაში მიეხმარე, ხო? მაშინ მიეხმარე ისე რომ მან მოახერხოს უკუგდება რუსეთისა და 1991 წლის საზღვრებზე გასვლა. იმ საზღვრებზე, რომლებიც შეერთებული შტატების ყველა ადმინისტრაციას, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასაც კი უკრაინის ტერიტორიებად აქვს ცნობილი, გაიხსენეს ყოფილი სახელმწიფო მდივნის პომპეოს განცხადება 2016-17 წლებში გაკეთებული, რომ რასაკვირველია, ყირიმი არის უკრაინის ნაწილი და ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად. პომპეო აღარ არის სახელმწიფო მდივანი, ტრამპი ისევ პრეზიდენტია და ტრამპი არსებითად განსხვავებულია იმ ტრამპისაგან, რომელიც 16-20 წლებში მართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და იყო შესაბამისად იანგარიშოთ თუგნებავთ და 47-ია ახლა, 46-ე იყო ბაიდენი და 45-ე პრეზიდენტი. აი ეს არის სინამდვილე, ჩემო მეგობრებო და მე მინდოდა საუბარი იმაზე რა მოხდა ლონდონში. მე მინდოდა საუბარი საერთოდ რა ხდება უკრაინა დამატებით მინდოდა ლაპარაკი იმაზე საერთოდ რა ხდება უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაცა 22 წუთი წავიდა და იწურება უკვე ოფიციალური ვიდეო ბლოგის რომ არ გამოგვივიდეს, უნდა ვთქვათ დამაიმედებელი ორი სიტყვა. მესმის ამერიკის შეერთებული შტატები მაღალი ალბათობით გავა პროცესიდან. მეცაც გეტყვით, ყველაზე უარეს შემთხვევაში შეერთებული შტატები სადაზვერვო ინფორმაციასაც კი აღარ მიაწვდის უკრაინას არათუ არ დაეხმარება იარაღით. ეს ძალიან მძიმე ამბავია უკრაინისათვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ვერ ახდება ტრამპის ამავე განცხადების მეორე ნაწილი პროგნოზი, რომელშიც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს შემდეგ რამეს, რომ ეხლაო დავთანხმდითო ამ წინადადებებზეო, თორე 3 წლის შემდეგ უკრაინისაგან აღარც აღარაფერი აღარ დარჩებაო. მე რა უფლება მაქვს შევეკამათო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ცოდნეს უდაოდ დასაკვირველია მრჩევლებით გარშემორტყმულს, რომლებიც ეუბნებიან ამას და ამას, მაგრამ მინდა დავარწმუნო ჩემი მაყურებელი ყოველ შემთხვევაში, ტრამპს ვერ ვარწმუნებ რა. ამაში არც მცდელობა მქონია და ვერც მექნებოდა, რომ ასე არ არის, თლად ასე არ არის. 2028 წლამდე კი არა, უკრაინას შეუძლია გაძლოს 2030 წლამდე, 2032 წლამდე, იქამდე სანამ ის არ უკუაგდებს მტერს საბოლოოდ და სამუდამოდ. ამაში მას მიეხმარებიან პირველ ყოვლისა ევროპელი პარტნიორები, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, სხვა სახელმწიფოები, რომლებიც კარგად ისიგრძე განებენ რა პრობლემის წინაშე არის და დადგება მომავალშიც ევროპა რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა მეთოდით გამარჯვების შემთხვევაში. ისიგრძე განებენ ამას. ამაში უკრაინას მიეხმარებიან მისი პატრიოტები, რომლებიც არიან გათანგულნი, დაღლილნი, ხდება სუდად როტაცია, ან ვერ ხდება საერთოდ, ძალიან ძნელია ომი, რაღაც 40-50 დღის განმავლობაში ინტენსიური, რასაკვირველია უნდა ჩაენაცვლოს ჯარისკაცი, რასაკვირველია პრობლემა გაწევასთან დაკავშირებით, რასაკვირველია ბევრი მოქალაქე ან გარკვეული მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უარს ამბობს შეერაღებულ ჯარში მსახურებაზე, რეკრუტირებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ფრონტი გაჭიმულია, ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ უკრაინას გამარჯვებაში მიეხმარებიან მისივე პატრიოტები, უკრაინელები, რომლებიც ასევე კარგად ისიგრძე განებენ რა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე დგას მათი სახელმწიფო. უკრაინას მიეხმარება დროც მეთქი ასე უნდა ვთქვა. რუსეთი უნდა ეს პუტინს თუ არ უნდა, დროთა განმავლობაში რასაკვირველია უფრო დასუსტდება. რუსეთი და პუტინი ვალდებულნი კი არა, იზურებულნი იქნებიან სადღაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის გამოაცხადონ ახალი მობილიზაცია, საყოველთაო მობილიზაცია და სასაკლაოზე გაუშვან რუსი ახალგაზრდები. მესმის რომ ეს
საზარბაზნე ხორცი პუტინისთვის და მესმის რომ მან უნდა შეაკლას ბევრი და მეორე მოქალაქე ახალგაზრდა უკრაინელებს ამ ომში უნდა გაიწვიოს რა არ ადუღირს ეს მოქალაქეები და მოქალაქეების მაგრამ თლად ასეც არ არის საქმე ბოლომდე ასეც არ არის საქმე უკრაინას მიეხმარებიან ევროპელები აკიგითხარით და მიეხმარება ბედის წერაც მეთქი ასე უნდა ვთქვა და კიდევ ერთი ამბავი მიეხმარება 2028 წლის ნოემბერში ახალი პრეზიდენტი ეყოლება შეერთებულ შტატებს რომელიც ოვალურ კაბინეტში შევა 2029 წლის იანვრის 20-ში თუ 21-ში და თუ ეს ახალი პრეზიდენტი არ იქნება დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი მესმის რომ ახალ პრეზიდენტს დემოკრატს ან რომელიმე რესპუბლიკელს აი ნიკი ჰეილი რო იყო კანდიდატი მაგალითად ტრამპის ოპონენტი რომელიც დამარცხდა შიდა არჩევნებში ხო მესმის რომ უზარმაზარი საქმე ექნება გასაკეთებელი და გამოსასწორებელი ექნება ის შეცდომები რომლებსაც უშვებს და მომავალშიც დაუშვებს პრეზიდენტი ტრამპი მაგრამ 2028 წლამდე თუ მიატანა უკრაინამ და მიატანს აქ იგითხარით ევროპელთა ძალისხმევით პირველ ყოვლისა ამის შემდეგ დაიწყება პუტინის იმხანად უკვე გვარიანად დაბერებული შებერებული პუტინისთვის საერთოდ ცოცხალი იქნა პუტინის რუსეთის დემონტაჟიც კი და კასკადური მარცხები მე მგონია რომ ეს მოხდება მანამდე მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ მოხდება ეს 2028 წლისთვის 28 წლამდე უკრაინა რასაკვირველია გაძლებს და მისი გამარჯვება არის გარდაუვალი და კიდევ ერთი კითხვა ქალბატონ თეა ბატონო მამუკა ირაკლი თეა სოზარ ვოლსკი შმოლსკი ბოროლსკი და ასე შემდეგ თანახმა ხართ თუ არა სარეფერენდუმო კითხვაა რომ აფხაზეთი იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველოს მოსახლეობის მათ შორის თქვენი ამორჩევლების 99% და 9999 მე-1000-დი გასაკვირველია არასდიდებით არასოდეს არ მოაწერს ხელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას თქვენ ჩანს აწერთ ამიტომაც შავი ასოებით ჩაეწერებით საქართველოს ისტორიაში როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების მოღალატეები ასეა ეს ნახვამდის